თავი მეხუთე. გავიდნენ ზღვის გადაღმა, ღერასენელთა მხარეში. ნავიდან გადმოსულს მიეჭრა კაცი სამარხებიდან არაწმიდა სულით შეპყრობილი. მას სამყოფელი სამარხებში ჰქონდა და ჯაჭვებითაც კი არავის შეეძლო მისი შეკვრა. ვინაიდან უკვე მრავალჯერ იყო შეკრული ბორკილებითა და ჯაჭვებით, მაგრამ წყვეტდა ჯაჭვებს, ამსხვრევდა ბორკილებს და არავის შეეძლო მისი დამორჩილება. მუდამ დღე და ღამ სამარხებსა და მთებში ღრიალებდა და ეხეთქებოდა ლოდებს. როგორც კი დაინახა შორიდან იესო, მიირბინა მასთან და თაყვანისცა. ხმამაღლა იყვირა და უთხრა: რა გინდა ჩემგან ძეო უზენაესი ღვთისა, ღმერთს გაფიცებ ნუ მტანჯავ. რადგან უთხრა მას: გადი ამ კაცისაგან არაწმიდა სულო. ჰკითხა მას: რა არის შენი სახელი? მან უპასუხა: ლეგიონია ჩემი სახელი, ვინაიდან ბევრნი ვართ. ძალიან ევედრებოდა, რომ ამ არემარედან არ გაეძევებინა ისინი. იქ კი მთასთან ღორების დიდი კოლტი ძოვდა. შეევედრნენ მას და უთხრეს: მიგვრეკე ხორებთან, რომ შევიდეთ მათში. დართო მათ ნება და გამოსული არაწმიდა სულები შევიდნენ ღორებში. ეს კოლტი დაახლოებით 2000-მდე კბოდედან ზღვას მიაწყდა და ჩაიხრჩო ზღვაში. ხოლო მათი მაძოვებელნი გაიქცნენ და შეატყობინეს ქალაქსა და სოფელს და გამოვიდნენ, რომ ენახათ რა მოხდა. მოვიდნენ იესოსთან და ხედავდნენ ეშმაკეული, რომელსაც ლეგიონი ჰყავდა, ზის შემოსილი და გონიერი და შეშინდნენ. ხილველებმა უამბეს მათ, რა დაემართა ეშმაკეულს და ღორებს. დაუწყეს ხვეწნა გასცლო და მათ საზღვრებს. როდესაც ადიოდა იგი ნავში, ყოფილი ეშმაკეული შეევედრა, რომ თავისთან დაეტოვებინა. ნება არ დართო მას, არამედ უთხრა: წადი შენ სახლში შენიანებთან და უთხარი მათ, რა გიყო ღმერთმა და რაოდენ შეგიწყალა. წავიდა იგი და დაიწყო ქადაგება 10 ქალაქში, თუ როგორ მოექცა მას იესო და უკვირდა ყველას. როცა იესომ კვლავ გამოღმა გამოსცურა ნავით, დიდძალი ხალხი მოგროვდა მასთან. ზღვის პირას იყო იგი. და აჰა, მოვიდა სინაგოგის ერთი უფროსთაგანი, სახელად იაიროსი. დაინახა თუ არა იგი მის ფერხთით დაეცა. ბევრს ევედრებოდა მას და ეუბნებოდა: ჩემი გოგონა სიკვდილის პირასა, მოდი და დაასხი ხელები, რომ გამოჯანმრთელდეს და იცოცხლოს. წაჰყვა მას. დიდძალი ხალხი აედევნა და ზედაწყდებოდა. ერთმა ქალმა, რომელსაც 12 წელიწადი იყო, რაც სისხლის დენა სჭირდა, მრავალი ტანჯვა ჰქონდა გადატანილი მრავალი მკურნალისაგან და რაც რამ გააჩნდა ყველაფერი დახარჯა, მაგრამ ვერაფერმა უშველა, უარეს დღეში ჩავარდა, მოისმინა იესოზე. ხალხში ზურგს უკნიდან მოუარა და შეეხო მის სამოსელს, რადგან ამბობდა: მის სამოსელსაც რომ შევეხო, განვიკურნები. და იმ წამსვე დაიშრიტა მისი სისხლის წყარო და სხეულში იგრძნო, რომ განიკურნა სატკივარისაგან. ამ დროს კი იესომ იგრძნო, რომ ძალა გავიდა მისგან, მიუბრუნდა ხალხს და უთხრა: ვინ შეეხო ჩემს სამოსელს? მისმა მოწაფეებმა უთხრეს: ხედავ ხალხი ზედ გაწყდება, შენ კი ამბობ ვინ შემეხო? მან მიმოიხედა, რომ დაენახა ამის ჩამდენი. ქალი, რომელმაც იცოდა, რაც თვითონ დაემართა, შიშით და თრთოლვით მივიდა, მის წინაშე დაემხო და მთელი სიმართლე უთხრა. მან კი უთხრა: ასულო, შენ მარწმენამ გიხსნა. წადი მშვიდობით და მორჩენილი ხარ შენი სენისაგან. ჯერ სიტყვა არ გაეთავებინა, რომ მივიდნენ სინაგოგის უფროსისაგან და უთხრეს: შენი ასული მოკვდა, რაღა დაწუხებ მოძღვარს. იესომ კი ამ სიტყვების მოსმენისთანავე უთხრა სინაგოგის უფროსს: ნუ გეშინია, მხოლოდ გწამდეს. არავის დართო ნება წაჰყოლოდა პეტრეს, იაკობის და იოანეს, იაკობის ძმის გარდა. მივიდნენ სინაგოგის უფროსის სახლში და ხედავს, არეულობა, ტირიან და ბევრს მოთქვამენ. შევიდა და უთხრა: რაზე წუხართ და სტირით? არ მომკვდარა ბავშვის ზინავს მხოლოდ. ისინი დასცინოდნენ მას. მან კი ყველანი გამორეკა. წაიყვანა ბავშვის დედმამა და მასთან ყოფნი და შევიდა, სადაც ბავშვი იწვა. აიღო ბავშვის ხელი და უთხრა: ტალითა კუმი. რაც ნიშნავს, შენ გეუბნები, გოგონა, ადეკ. და მყისვე წამოდგა გოგონა და გაიარა, ვინაიდან 12 წლისა იყო. მათ დიდად გაუკვირდათ.
მან კი მკაცრად გააფრთხილა ისინი, რომ არავის გაეგო ეს ამბავი. უთხრა, საჭმელი მიეცათ მისთვის.